გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნობთ. ვითარება სტიქიის ზონაში უსაფრთხოების მიზნით ისევ გადაკეტილია ქუთაისის ტყიბულის დამაკავშირებელი გზა. სატელევიზიო რეიტინგის ლიდერი იმედი 23 წლისაა. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ მოსკოვის მექანიზმის დასკვნას კავშირი არ აქვს რეალობასთან. მმართველი გუნდი ყურადღებას ამახვილებს გჟებიკის ვინაობაზე და მის მჭიდრო კავშირებზე პოლონეთის ხელისუფლებასთან, რაც ირკვევა მის შესახებ საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციით. ქართული ოცნება ვარაუდობს, რომ მკვლევარი ქვეყანაში ფორმალურად გამოგზავნეს, დასკვნის უკან კი არა პროფესორი გჟებიკი, არამედ პოლონეთის მთავრობის უკვე კარგად ნაცნობი წევრები დგანან. პატრიცია გჟებიკი საქართველოში 17-18 თებერვალს იმყოფებოდა. შეხვედრების მიუხედავად კი ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია დასკვნაში არ ასახა. ფორმალურად გამოგზავნეს მათ საქართველოში ქალბატონი გჟებიკი, რომელიც პოლონეთის სახელმწიფო წევრებთან არის აფილირებული, ის წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა რგოლში, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდა. პრაქტიკულად წინასწარ დაწერილი დოკუმენტი, წინასწარ დაწერილი დასკვნა გაასაღეს ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის დასკვნით და რომელიც პრაქტიკულად ყველაფერს ცილდება. სიყალბით არის გაჯერებული თავიდან ბოლომდე მთელი ეს განცხადება და უნებრივია კვლავ ემსახურება ერთ რამეს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და რაღაცა მორიგი აბსურდის თეატრის მორიგი წარმოდგენა გამართონ. სად არის საქართველოს ადგილი დიდი გეოპოლიტიკური რყევებისა და საერთაშორისო წესრიგის რღვევის ეპოქაში და როგორ ინარჩუნებს ქვეყანა გრძელვადიან მშვიდობას? ეს ღია ეთერის საკვანძო საკითხები იყო. დებატებში პოლიტიკურ ოპონენტებს პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ფაქტები დაუპირისპირეს. თავარი ეროვნული ამოცანა არის ორი, ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ყველა ჩვენი ნაბიჯი საგარეო მიმართულებით იზომება ამ საზომით. გვაახლოებს ის უფრო მეტად თუ გვაშორებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და უფრო უზრუნველყოფს თუ არა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და უსაფრთხოებას. თუ კი საგარეო პოლიტიკა, ნებისმიერი პოლიტიკა ამ ორ მიზანს არ ემსახურება, ეს არის მხოლოდ იდეოლოგიური თამაში და არა საგარეო პოლიტიკა. ნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, რომელიც გაცდა თავის მანდატს და საბოლოო ჯამში არის კარგი მაგალითი თუ როგორ გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტები სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად. დაწერა 100 გვერდიანი დასკვნა, 100 გვერდიანი პასუხი გაიგზავნა შენიშვნებისა თუ კომენტარი საქართველოს მთავრობის მხრიდან სამშაბათს და ხუთშაბათს ეს დასკვნა გამოვიდა უკვე სხდომაზე. მირკვევა, რომ ეს ექსპერტი არის პირდაპირ დაკავშირებული პოლონეთის მთავრობასთან. ის გახლავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი. ჩვენ ვიცით, რომ ეს მექანიზმი დააინიცირა პოლონეთმა. ასევე ვიცით, ჩვენ პოლონეთის მთავრობის ნდობით აღჭურვილი ექიმები რო იყვნენ ჩამოსული მიხეილ სააკაშვილითა და წინდით გაქონდათ უჩუმრად ნიმუშები. ასე რომ ესეც ცალკე საკითხია, რომელიც იწვევს ეს რა წინადადებით მივდივართ ამერიკასთან იმისათვის, რომ ბრიუსელთან დაძაბული ურთიერთობების დაკომპენსირება მაინც შევძლოთ. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა იყოს თვისებრივად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე არის დღეს. დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს, ასე ვთქვათ, მიდგომამ შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. მე მაქვს მოლოდინი, პოზიტიური მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, ასე ვთქვათ, პოზიტიური ძვრებისა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენ ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ პირობით უნდა შევიდეთ ახალ მოლაპარაკებებში იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი ტექსტი, თანამშრომლობის ახალი ჩარჩო. დასავლეთმა რო თქვას, ერთი წინადადება დაწეროს. ჩვენ არ გვაინტერესებს ქვეყანა საქართველო იქნება თუ არა სუვერენური. და არ გვაინტერესებს იქ რა მოხდება. ჩვენ დავიცავთ თავს 3 მილიონიანი ქვეყანა. ძალიან სწორად აღწერეთ ყველა სირთულე, რაც საქართველოს აქვს. მაგრამ დასკვნები გამოგაქვთ როგორც მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს, რომელმაც ამ ყველაფერზე იფიქრა და მისი დასკვნა იყო, რომ პატარა ქვეყანას დამოუკიდებლობა უჭირს და ის სხვას უნდა მიუერთდეს. ეს პოლიტიკა სიამოვნებაში 2008 წლიდან მომდინარეობს, რომელსაც ქვია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელსაც სხვათა შორის იგივე ხალხი ასე ვთქვათ, კარნახობდა და გვირჩევდა, რომელიც დღეს
სტრატეგიული კონფრონტაციისკენ გვიბიძგებს რუსეთთან. არ არის შეჯიბრილი ლოზუნგებში, რომელიც აქვს გამოცხადებული ოპოზიციას, ვინ უფრო მეტს იყვირებს რაღაც საკითხებზე, ვინ იქნება უფრო მეტად უკრაინელი. ეს არის იდეოლოგიური ლოიალობის დადასტურების სურვილი. და ჩვენ ამოვატრიალეთ ეს ყველაფერი და ჩვენი ცენტრი არის ეროვნული ინტერესი. ჩვენს ირგვლივ სულ კონფლიქტები დაუმებია. ჩვენ მუშაობთ აი გამნაღმველებივით. ერთი ნაბიჯი აქეთ ან მარცხნივ ან მარჯვნივ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს. ჩვენ არ უნდა გვიყურონ რუსეთის ჭრილში. ჩვენ არ უნდა შევხედონ ისე, რომ აი საქართველოს რა და როგორ შეუძლია ავნოს რუსეთს. ბრიუსელი არის ორგანიზაცია, რომელიც ჩემთვის დგას სამი ძირითადი პრინციპის სადარაჯოზე. ეს კითხვა შეგიძლია დაუსვათ ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას და ისინი მოგვიყვებიან თუ რამდენად დგას დღევანდელი ბრიუსელი ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე. ჯეი დი ვენსის თავი κρიტიკა სწორედ ამას შეეხება ევროკავშირის. დრო არ გვეყოფა ჯეი დი ვენსის აზრები არ ნაკლებად აქტუალურია ჩემთვის. ამ ხრივაც მართალი არის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, როდესაც ცივილიზაციურ კოლაფსზე თუ ოფსკულზე საუბრობს. ეს უკვე შეცდომა არ არის, დაგვირდებით, ეს არის განზრახვა. ნუ თქვენ ქრონოლოგიებს ურევთ ერთმანეთში. თქვენ მიზეზს და შედეგს ერთმანეთისგან ურევთ და ანაცვლებთ. თავდასხმას და თავდაცვას ერთმანეთში ურევთ. როგორც იმედის შემთხვევაში ერთმანეთში აურიეს თქვენ მსხვერპლი გონიათ ბრიტანეთი და თავდასხმელი იმედი, არასდროს არ ყოფილა ჩვენ ინიციატორი რაიმე მათ შორის რიტორიკული კონფლიქტისა. ეს არის ყოველთვის პასუხი. თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში. როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოს თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს. სტექიიდან მეოთხე დღეს დამეწყილ სოფელ კურსებში მუშაობას განაგრძობენ სპეციალისტები. სწორედ მათ რეკომენდაციას ელოდებიან ხელისუფლებაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით. მეწყვლი პროცესები აქტიურია, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდებენ დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს. უსაფრთხოების მიზნით ისევ გადაკეტილია ქუთაისის ტყიბულის დამაკავშირებელი გზა. 12 მარტს განვითარებული სტიქიური პროცესების შედეგად 10-ზე მეტი სახლი დაინგრა. დაზიანდა სასაფლაო და გზა. სოფელში მცხოვრები 45 ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი. სტიქიის ზონაში სიტუაცია უცვლელია. მეწყრული პროცესები ისევ აქტიური არის. ადგილზე რჩებიან გეოლოგების ჯგუფები და მიმდინარეობს კვლევა. საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. ქუთაისის ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია და გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ტერიტორია ისევ რჩება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად და აკრძალვა არის მათი რაიმე სახით გადაადგილება. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით გუშინ ჩატარდა სამედიცინო კვლევები, გამოგზავნილი იქნა ექიმთა ჯგუფები, ასევე არიან ბავშვთა ფსიქოლოგები. ეს აქცია დღესაც გრძელდება. და უკვე მესამე ლოკაციაზე გვექნება დღეს შეხვედრები მოსახლეობასთან. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის მცდელობისაგან, რათა მათი უსაფრთხოება იქნეს მაქსიმალურად დაცული. დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა პოლიციამ და ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული 35 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ალფა PVP. მას ბრალადდება ასევე უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა. ახალციხის მერიის მხარდაჭერით მოქალაქეებს მრავალპროფილური უფასო სამედიცინო შემოწმებები ჩაუტარდათ. სამედიცინო კონსულტაციები მათ სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებმა გაუწიეს. მუნიციპალიტეტის მერის ვარლამ ციკლაურის განცხადებით ამ მიმართულებით მოსახლეობის მხარდაჭერა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დიდი მადლობა. მორგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა ჩვენს მუნიციპალიტეტში. მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიკოსებმა სხვადასხვა სახის გამოკვლევები სრულიად უფასოდ ჩაუტარეს ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს. მომართვიანობა იყო მაღალი. მსგავსი აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც მხარს დაუჭერს მსგავს ინიციატივებს. პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ მაღალკვალიფიციური გუნდის მხარდაჭერა და განსაკუთრებით რაც ძალიან მნიშვნელოვანია რაიონის მოსახლეობისთვის, რათა მათ გაუმარტივდეთ მაღალი დონის სამედიცინო ხარისხებზე წვდომა. იმედი 23 წლის საარხმა მაუწყებლობა 2003 წლის 15 მარტს დაიწყო. ქართულ სატელევიზიო სივრცეში იმ დროისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთადერთი არხი გამოჩნდა.
პადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული იმედი მაყურებელმა პირველივე ეთერიდან შეიყვარა. საქართველოში პირველად სწორედ ტელეკომპანია იმედმა დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. ამ ხნის განმავლობაში ტელევიზია ბევრი ადამიანის ისტორიის ნაწილად იქცა. სახელი სიმბოლური აღმოჩნდა იმედის დარბევა, იმედის დაკარგვა და დაბრუნება. დაარსების დღიდან ქვეყანაში განვითარებულმა პროცესებმა იმედის ბედი არაერთხელ განსაზღვრა. ყველა კვლევის მიხედვით იმედი სატელევიზიო რეიტინგის ლიდერია. სატელევიზიო ბადე საზოგადოების მრავალფეროვან ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულია. თითოეული გადაცემა არხის მთავარი პრინციპის ეროვნული ფასეულობების დაცვის ერთგულია. საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემები, პოლიტიკური თოქ-შოუები, ინტერნეტ პლატფორმებთან ერთად არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად სწრაფი, სანდო და მრავალფეროვანია. თქვენს ინფორმირებაზე ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე კი სწორედ ქრონიკას ზრუნავს, რომელიც არხთან ერთად დაიბადა და იმედის ასაკისაა. ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა იერიშების 49 ტალღა გამოაცხადა და ისრაელის მიმართულებით მასირებული იერიში განახორციელა. რკინის გუმბათი ირანიდან გასროლილ რაკეტებს მთელი ღამის განმავლობაში იგერიებდა, თუმცა რამდენიმე რაკეტა მაინც ჩავარდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. დაშავდა 3 ადამიანი. ირანის კუნძულ ხარგზე გუშინდელ თავდასხმაზე კი პასუხისმგებლობა ოფიციალურად აიღო შეერთებულმა შტატებმა. პარალელურად გავრცელა ცნობა, რომ ირანის ახლა სასულიერო ლიდერი დიდი ალბათობით ცოცხალი აღარ არის. ცნობას ABC-სთან სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. არ ვიცი საერთოდ ცოცხალია თუ არა, ამ დრომდე ვერავინ შეძლო მისი ჩვენება. მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია. ბაჰრეინში საჰაერო განგაში გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს უახლოეს უსაფრთხო ადგილზე გადასვლა ურჩია. ქუვეითში კი საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმა მოხდა, დაზიანდა რადარი. ირანმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ბანკების სამიზნეში ამოღების შესახებ განაცხადა და დუბაიში სიტი ბანკის რეგიონულ განყოფილებას დაარტყა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს პორტების ევაკუაციისკენ მოუწოდა, რომელიც სამხედრო უწყების მტკიცებით ამერიკელთა თავშესაფრის ფუნქციას ასრულებენ. ირანი ამტკიცებს, რომ ამერიკელებმა ირანის კუნძულ ხარგზე იერიში სწორედ საამიროების ტერიტორიიდან მიიტანა. მისი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიის დასაცავად ლეგიტიმურ უფლებად მიიჩნევს, რომ მიზანში ამოიღოს არაბთა გაერთიანებული საამიროების ზოგიერთ ქალაქში, პორტებსა და ნავსადგურებში დამალული ამერიკული რაკეტების გამშვები დანადგარები. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს დატოვონ ალ-ფუჯაირას, ჯემალ ალისა და ხალიფას პორტები. ირანმა ლეგიტიმურ სამიზნედ უკრაინაც გამოაცხადა. ქვეყნის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დრონებით ისრაელის მხარდაჭერით უკრაინა ფაქტობრივად ომში ჩაერთო. უკმაყოფილება უკრაინის პრეზიდენტის მიერ გასულ კვირას გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, როცა ზელენსკიმ თეირანის მხრიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმების ფონზე რეგიონის ქვეყნებს ირანული შაჰედი დრონების მოსაგერიებლად უკრაინული დრონები შესთავაზა. აქამდე სანახება უსაფრთხოების ამერიკული დროშა გახვრეტილია. ამ სიტყვებით გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის დროსაც ამერიკის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო გემებს ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები გაგზავნიან. აბას არაღჩის განცხადებით სრუტე ღიაა ყველასთვის, გარდა მტრულად განწყობილი შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასიაქებდნენ, აღმოჩნდა სავსე ხვრელებით და უფრო მეტად იწვევს პრობლემებს, ვიდრე აკავებს მათ. ახლა შეერთებული შტატების სხვებს, ჩინეთსაც კი ეხვეწება დაეხმარონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ირანი მოუწოდებს მოძმე მეზობლებს გააძევონ უცხოელი აგრესორები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როცა შეერთებული შტატების ერთადერთი საზრუნავი ისრაელია. უსაფრთხოების თვალსაზრისით ბევრი ერიდება ჰორმუზის სრუტეში ცურვას, მაგრამ ამას ჩვენებთან არავითარი კავშირი არ აქვს. სრუტე მხოლოდ ამერიკელებისთვის და მისი მოკავშირეების გემებისთვისაა დაკეტილი. ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებისთვის სამხედრო გემებს შეერთებულ შტატებთან ერთად სხვა ქვეყნებიც გაგზავნიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა დაწერა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობები განადგურებულია, თუმცა ისლამურ რესპუბლიკას სრუტეში დრონების გაშვებისა და ნაღმების ჩაგდების შესაძლებლობა კიდევ აქვს და იმედი გამოთქვა, რომ
ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების დაცვაში ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები ჩაერთვებიან. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში დონალდ ტრამპმა რამდენიმე ამერიკული მედია გააკრიტიკა, შტატების პრეზიდენტმა New York Times-ი, Wall Street Journal-ი და სხვა მედია საშუალებები ყალბცნობების გავრცელებასა და ფაქტების განზრახ დამახინჯებაში დაადანაშაულა. ვიქტორ ორბანმა უკრაინის შანტაჟის წინააღმდეგ მშვიდობის მარში დაანონსა და უნგრელები მიიწვია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება. მოგიწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდეთ, რათა უკრაინის შანტაჟის წინააღმდეგ ერთად დავდგეთ. უნგრეთი უკრაინის კოლონია არ გახდება, აქ ბრძანებებს ზელენსკი ვერ გასცემს. უნგრელი ექსპერტები კიევში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან, თუმცა მათ დროჟბას ნავთობსადენზე წვდომის უფლებას არ აძლევენ. დღეს უკრაინის მიერ ნავთობის ბლოკადის მე-19 დღეა. ზელენსკი ნავთობსადენს კვლავ არ ხსნის. მან იცის, რომ ამას უნგრეთისთვის და სლოვაკეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამ ინფორმაციით ქრონიკა დასრულებულია, ეთერში 14 საათზე უბრუნდებით. დროებით.